ცოტა ვფიქრობთ, რომ ცოტა მომზადება მეტი შეგვეძლო მეტი, ვიდრე ჩვენ დღეს ვართ მომზადებულები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მაინც შევძლებთ, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის. ახლა დავიწყებთ უკვე. შეგვიძლია დავიწყოთ ბავშვებო. აბა, ველოდებით სცენაზე ცელთ ბავშვებს. მაგრამ წიგნები არ მიყვარს. არც სწავლა, რის გადაშენ შევნირად ვერთობი, დამანებოს ყველამ თავი. მართალი ხარ, მეგობარო, ნეტავ რა არის ამ კითხვაში კარგი? მართლაც ვერაფერი გავიგე, დედა მეუბნება წაიკითხე, მამა მეუბნება წაიკითხე, ბებია მეუბნება წაიკითხე, ყველა ამას მეშიჩინება, წაიკითხე. მეც მაგას არ ვამბო. არ ჯობს გავერთოთ, ვითამაშოთ წრეში ბურთი. ასკინკივა. როგორ მიყვარს ასკინკივა? დახუჭობანა, დაჭერობანა, დელია. ესე ჩვენი ცელქი ბავშვები არიან. არ უყვართ არც სწავლა, არც კითხვა. თელ თავისუფალ დროს თამაშსა და გართობაში ატარებენ. თამაში მეც მიყვარს, მაგრამ წიგნების გარეშე რა გამარჯვებინებს, სულ რაღაცას ვკითხულობ. ახალი წიგნის მიღებს მეგობრები და ვცდილობ ზოგადად მაინც მივბაძო მათ. თქვენ რა მიწოდეთ? რამდენი საინტერესოების ამოკითხვა შეიძლება წიგნებიდან? უჩითაც არ მოსწრებოდი. სკოლაში უკეთი სწავლის ვერ გამიგია წიგნების გარეთ. როგორ ხდება? კარგი ერთი, რა გაძლება უნდა? თელ დღეს გართობაში ვატარებთ. მაინც ვიცი და როგორ ერთობით? გასართობის მეტი რა არის? შეიძლება თრუდელებს თვი. ზოგჯერ ჩიტის ბურდელებს ვესვი და ძირ ჩამოვიდეთ ხოლმე. აი ასე. მართლაც. როგორც ხედავ, შენ არ გებრალება ჩიტი და არც ბუნება გიყვარს. წიგნებს რომ მკითხულებდი, ფრინველებსა და ცხოველებს შეიყვარებდი. ანიბაწავდი ცხოველს გმირებს და სიკეთეს გააკეთებდი. თანაც მათი თავგადასავლები თქვენს კარგად გაერთობოდით. ვერაფერი გავიგე. სად ჩემი გართობა, სად თქვენი წიგნები. უწიგნებოდაც კარგად ვერთობი. თელგე დავხტივარ და დავხტივარ. ახლავე ყველაფერს შეიტყობთ. მოდით გადავშალოთ წიგნით და გავიგოთ როგორ შეიძლება შემიყვაროთ ბუნება, ისწავლოთ მეგობრობა და აკეთოთ კეთილი საქმეები. მეგობრობაზე საუბრობდით და მე და კასონით თქვენსკენ გამოგეშვებთ, მაგრამ ჩურჩხელების ჭამა ზედმეტი მოუვიდა. ამიტომ მარტო მოვიდა. ცოტა გაგაზებული კი ვარ, მაგრამ არა ლექსიც დაუწერე. შეპოვერები დაფრინავ, მე კი დავდივარ ფეხით. თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მატარ მხრელის. სინამდვილეში არსებს უნდა შეუხდა და აღარ ყავს ამიტომ დღეს. მეგობრები მეც მყავს. ტომი და ანიკა ხანდახან კი მეგობრებიან. ხშირად იტყუებიო, ასე რატომ იქცევიო? ხანდახან კი მდენ რამეს მასწავლიან. თავარია რომ ერთმანეთს სულ ვეხმარებით და ვამხიარობთ.
ერთგული მეგობრობა ჩვენ უნდა ვკითხოთ. ჰა, მიაუ, ჯერქვებიანი, კატალა, მოხერხებული ჭკვიანი, ჩემს პატრონს მარკის ყარებას დღე გაუთენე მზიანი. ცხოვრების სტილის შეცვალე, გახდი მთავარი რჩეველი, გოლიათსაც კი ვაჯობი და წისქვეს მოფახფახებულს. პირველ მინისტრა დავდექი, სიახლე შემოვიტანე, თაგვები, მხოლოდ ერთობი, ეგ ჩემი საქმე არ არის.
სახლში მუშაობ. მოდი ცოტა ხნით შევისვენოთ. მართლაც როგორ დავიღალე? შევისვენოთ. მათაც რაგემი არის პურია. გვაწავეთ რა გავუშავოთ ასეთი პური? რატომაც არა გასწავლე. ჯერ მიწამ და მოხნათ. და პურიც გვექნება. ყველა სუსტათები ყოფილხართ. მე უნდა დამრაცხო და კურსად შევჭამ. გასახუჩე და ხორბალი უნდა დაწესო. და პური ძად იქნება? არა, უნდა მოიცადოთ. ხანამ გაზაფხულზე ჯერჯილი ამოვა. ზაფხულში აეთავთავებს და მწიფდება. აუ, ეს ამდენი რამე, ჩვენი საქმე არ არის რა. ჩვენი გვასწავლე მუქთილუკმა როგორ ვიშოვო. მუქთილუკმა თვიდა, აგერა, ცხენები მინოში ბალახდოვე, წათის და მივით. ეგრე რა, ეგარჯო. ეს რა პატარა ცხენებია, არიან? გამარჯობა, აბა, ახლა რიგში ჩადი. უნდა შევსწავლე. ჯერ შევსწავლე, მერე შე. ეს გლეხები ჩვენი პატრონის მეგობრები არიან. ამიტომ ვინ ჩვენს მეგობრებს შეაწუხებს, საქმე ჩვენთან ექნება. ცხოვრება ძალიან შეიცვალა, ცხენით ცხენს აღარ გახსოვს. არა, რამე უნდა მოვიფიქროთ. ბიზნესის გემა გჭირდება, მუშაობის იქით გზა. რა თქმა უნდა, მუშაობა აუცილებელია. რომ მიყურებს, ყოველ დავმუშაო. ეყრიყო! იცით ბავშვებო, რას გეტყვით? მეტი რომაც ქვეთავზე და ჩემი ბადალი მითხარით, ვინ არის ქვეყანაზე და დავიარები ამაღალი და ყივი მაღალხმიანი. შიჟის არსავცე ყველასა ვაჭკაცი დეზებიანი. ლამაზიცავა, ბიბი და მინგავ წითელ ლაებს. ისერი გოხტად მიჭირავს და ვაბრიარებ თვალებს. სანამ ქვენამდე მოვიდოდით, მე და ჩემმა ჭიამაიებმა ბევრი რამ გამოვიარეთ. ისეთი ამბები გადავხვდა, ისეთი, ვერსად რომ ვერ გაიგებდით. თანაც ძალიან კარგი მეგობრებით შევიძინეთ, საუკეთესოები. თანაც თავგადასავლებიდან რამდენი რამ ვისწავლეთ? ერთგულება, თავდადება, სიმამაცე, სიყვარულიც იყო რა თქმა უნდა. ახლა კი მინდა ჩემს ულამაზეს ჭიამაიებს უმღერა და თქვენც უნდა ამყვეთ.
მამილო კარლომ წიგნი მაჩუქა. ის წიგნი გავყიდა და იფულით წარმოდგენას დავესწარი. ბევრი მეგობარი შევიძინე. მალვინა, არტემონი, პიერ. ისინი სტარტებიან თქვენს წინაშე. მართლაც რა კარგია, როდესაც ასეთი ერთგული მეგობრები ყავს, როგორიც ჩვენი ზღაპრის გმირები არიან. ასეთი მეგობრები მხოლოდ მათ ყავს, უამრავ კეთის საქმეს აკეთებს. ამის შესახებ კი იმ წიგნებში წერია, თქვენ რომ არ გიგრძნობ. გასაგებია, ახლა ვიხდი თუ რატო მეგობრებს წებთან უამრავი ბავშვი. Thank you.
მოხდეს, იმიტომ რომ ერთი სრული რეპეტიცია ჰქონდა დარბაზში ფაქტობრივად და ოჯახ ბავშვებო მართლა, აი ღიმილი არ მომცილებია საქმიდან, ძალიან კარგი და ყოჩაღები ხართ. იმედი მაქვს თქვენც მოგეწონათ და ეს ამ დარბაზის გაფორმებაზე ძალიან დიდი მადლობა მშობლებს, იდეა, ყველაფერი შესრულება მათი იყო და დიდი მადლობა ესეთი გვერდში დგომისთვის. თუ შეიძლება ქალბატონო თამარ თქვენც რომ გვითხრათ ორი სიტყვა ბავშვებს უთხრათ, ძალიან გაგვახარებთ. რომელმაც დაგვითმო არა სამუშაო დროც და დაგვეხმარა შაბათს ერთი დღე ჰქონდა რეპეტიცია და გითხრათ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მეც ცოტა ღელავდი მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ვერ მომასწარით რეპეტიციებიო და არ გამოგვივაო და გადავდებთო და რაღაც ესე ვიყავი განწყობილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად გამოგივიდათ ეს ერთი დიდი ნამუშევარი. შარშა ხო არ ქონიათ ამათ? ჰქონდა, უბრალოდ ისცენირებები არა, მაგრამ რაღაცეები ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში სცენაზე დადგომა ყოველთვის ძალიან ძნელია, ყოველთვის მოყვება ამას ხელვა, მაგრამ თქვენ ჩვენივრად გაართვით თავი ამ ყველაფერს. განსაკუთრებით მომღერლები მომეწონა, სიმღერები ჰქონდათ არაჩვეულებრივად გაკეთებული და როლებიც ზუსტად იყო შერჩეული. ანუ ბავშვების ხასიათი ისე იყო გათვალისწინებული და როლი ზუსტად იყო მორგებული იმ ბავშვზე და ეს ძალიან კარგია და თქვენ არაჩვეულებრივად გაართვით ამ ყველაფერს თავი. აი ყველანი ძალიან კარგები იყავით, ყველანი. თქვენს მოგეწონათ, ხო? ზოგიერთებს ცოტა გაჩერება კი უჭირდა სანამ ისი როლის დრო მოვიდოდა. ცოტაც მუყავდა ადგილზე, მაგრამ მაინც არა უშავს რა ამ ჯერზე ეგეც გეპატიებათ და მაინც მთლიანობაში ძალიან კარგად გამოხვედით. მშობლებო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენ აი ეს დარბაზიც ესეთი ლამაზი არ იქნებოდა და ეს ბავშვებიც ესე ლამაზად მორთულ მოკაზმულები არ იქნებოდნენ და ყველას ერთად აი როცა ესეთი ერთიანობა, ყველას ერთად მშვენიერი ლამაზი ღონისძიება გამოგვდის და კიდევ მომავალში გისურვებთ, რომ კიდევ უკეთესები და ბევრჯერ კიდევ უკეთესი ღონისძიებები ჩაგეტარებინოთ ამ სცენაზე და აბა თქვენცით როგორ კარგად ისწავლეთ და როგორ გაახარეთ. ქეთი მასწავლებელსაც, ჩვენც და მშობლებსაც. დიდი მადლობა. მოდით ახლა ერთი ფოტო გადავიღოთ, ახლოს მოიწიეთ. დიდი მადლობა, მადლობა. ერთობლივი ფოტო მოიწით, ეს ფოტო როგორ არის? აბა ბიჭები, ყველანი მას ვეჭაეთ.